ახლა კი სტუდიაში საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი გვერდება. ბექა, გამარჯობა. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი ჩართვაშიც. ახლაც მოვისმინეთ რამდენიმე პროექტის შესახებ, რომელთა განხორციელებასაც თბილისის მერია გეგმავს. როგორი არის საკრებულოს დამოკიდებულება ამ პროექტების მიმართ, ყველა პროექტს უჭერთ თუ არა მხარს და ასევე რამდენად შესაძლებელია ამ პროექტების განხორციელება იმ ფონზე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩამოთვლილი პროექტებიდან, რა თქმა უნდა, ყველა პროექტს უჭერთ მხარს, იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დამუშავებულია, შესაბამისად შესწავლილია მათი ფინანსური მხარე, მათი ტექნიკური მხარე და ასე შემდეგ. რაც შეეხება, თქვათ, იგივე თანაინვესტირების ფონდის მიერ დასაფინანსებელ პროექტზე იყო ბოლოს საუბარი. ეს პროექტი, როგორც ბატონმა დავითმაც აგრეთვე აღნიშნა, ჯერ არ არის შემოტანილი მერიაში, იქ არ არის შესაბამისად განხილული და აქედან გამომდინარე ამ პროექტის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია ამ თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტს, ეს ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა ერთი კვირის წინ, ეს არ იყო 2015 წლის ბიუჯეტი, ეს იყო 2014 წლის ბიუჯეტში ჩასწორება და აქედან გამომდინარე 2014 წლის ბიუჯეტს აქვს პრობლემები, როგორ ვთქვათ, მიზეზები, რადგან შეიქმნა იმ პროექტებზე, რაზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა, ეს პროექტები, რა თქმა უნდა, განხორციელდება არა 2014 წელს, ფიზიკურად. მათი ნაწილის დაფინანსება არ იგეგმება 2014 წელს. პროექტები არის შესწავლის პროცესში, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გეზი გაქვს აღებული, განსხვავებით თქვა წინა ხელისუფლებისგან, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ უფრო სწრაფად განხორციელებაზე პროექტების, მაგრამ რეალურად ყველა პროექტს შესწავლა ჭირდება. ბატონო ბექა, 785 მილიონი დღესდღეობით ქალაქის ბიუჯეტი. ამ თანხით ეს შემცირებულია, როგორც ვიცი, კიდევ ეს თანხა ანუ არ არის თავის იდეალურ ფორმაში და კონდიციებში, როგორც თუ ვიცით. მე მაინტერესებს ბატონო ბექა, ამ თანხით რამდენად მოხერხდება კონკრეტული პროექტების დაფინანსება და მე უკვე მეტ კონკრეტიკაზე შემდეგ კითხვაში გადავალ უკვე კონკრეტულ პროექტებს. შემცირებულია, იმიტომ რომ მაგალითად სასამოსავლო ნაწილში დაგეგმილი იყო 42 მილიონით უფრო მეტი, ვიდრე შემოვიდოდა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწია შემცირება ამ ბიუჯეტის, შემცირდა დაახლოებით 12 მილიონით, მაგრამ დანარჩენი, რა თქმა უნდა, შევსებული იქნა იგივე საკრედიტო ხაზით, რომლის შეთანხმებაც მოხდა კომერციულ ბანკებთან, აქედან გამომდინარე იმ ვალდებულებებს, რომელიც